Welcome us, welcome Davidos, welcome Gagaparos, welcome Gazliero. Welcome Davidos. Markhwa. Იცით რომ მარხვაში ვარ, ჩვენ პეტროპავლოვის მარხვა. მარხვა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური რა, ფორციელი რა. მარხვა არის სულიერი. ყველაფერი რაც კი დამკეთდება ეკლესიაში, ეს იქნება წირვა, ლოცვა, პარაკლისი, პანაშვიდი, ხატის კურთხევა, სახლის კურთხევა, ჯვრის წერა, ნათლობა, მირონცხება, ზეთის კურთხევა. ყველაფერი ერთი სიტყვაც კი არ არის ისეთი, რომელიც ადამიანის სულის ცხონებას არ ემსახურება. ესე იგი, იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მისი სულის ცხონება და იმდენად უპირატესია, რომ ეკლესიაში მხოლოდ და მხოლოდ სულის ცხონებაზეა ლაპარაკი. უპირატესი ყოველთვის ეს არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ცოცხალ ადამიანებზე ვლოცულობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ავადმყოფებზე ვლოცულობთ, მიცვალებულებზე ყველაზე ვლოცულობთ, მაგრამ ყველაზე უპირატესი და ყველაზე მთავარი დანიშნულება დედა ეკლესიის არის ის, რომ ადამიანის სული განწმინდოს და განწმენდილი მიჰყვაროს ღმერთსა და ღმერთმა ის აცხოვროს და თავის წიაღში შეიყვანოს. ვერავითარი უღირსება სასუფეველში ვერ შევა და არანაირი ღირსება ჯოჯოხში არ დარჩება. და მე ამაზე რომ წამიკითხავს წიგნებიდან რომ მიფიქრია, ძალიან მეშინია. იმდენი უღირსი საქციელი მაქვს მე პირადად ჩადენილი. ეს იქნება საქმით, ეს იქნება გონებით, ეს იქნება გულის თქმით. ყველანაირი ცოდვა ჩადენილი მაქვს, რაც კი რამ არსებობს დედამიწის სულზე, გარდა რაღაც გადაგვარებული ცოდვებისა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ცოდულები ვართ და ყველაზე მთავარი, რასაც ემსახურება, ყველაფერი ჩვენი აქ მოსვლა, სანთლის სანთება, სეფისკვერის, ყველაფერი ემსახურება ის, რომ ჩვენი სული განიწმინდოს. მაგრამ უყურეთ, თქვენ მრავალი გზა არსებობს უფალთან მისასვლელი. ზოგი მარხვით მიახლება, ზოგი ლოცვით, ზოგი შრომით, ზოგი ხელმოქმედებით. ყველა ადამიანს თავისი ღირსების მიხედვით აფასებს ღმერთი. და მოდით ახლა ჩავიხედოთ ჩვენ სულებში, გვაქვს ჩვენ რაიმე ისეთი ღირსება, რისთვისაც ღმერთი ჩვენ სასუფეველის ღირს გავხდის. მე მაგალითად ასეთი ღირსება არ გამაჩნია. მაგრამ ასე ვთქვათ, შევხედოთ მეორე მხრიდან და მოვიშველიოთ წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგება. წმინდა იოანე ოქროპირის შეუგნებია, რომ ვერთიო ყოვლად სამართლიანი არის. წმინდა მამა ეუბნება, რომ არ არის ყოვლად სამართლიანი. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, ჩვენ ადამიანებში და სასამართლოებში ვეძებთ სამართალს და ეხლა ღმერთზე რო ვთქვათ, რომ ყოვლად სამართლიანი არ არის. იოანე ოქროპირი ამბობს, ღმერთი ყოვლად მოწყალე არისო, თორე ყოვლად სამართლიანი რო იყოს მარტო, მაშინ ჩვენ ყველანი წარწმედის ღირსი. მაგრამ მის ყოვლად სამართლიანობასთან თანაშეზავებულია მისი ყოვლად მოწყალება ღვთისა. მისი მოწყალება იყო ის, რომ ადამიანი გააჩინა. დაეცა ადამიანი ცოდნა. მისი ყოვლად მოწყალება იყო ის, რომ ღმერთი განკაცდა იმისთვის, რომ ადამიანის სული ისევ დაებრუნებინა სამოთხეში და თავის სამშობლოში. მისი ყოვლად მოწყალებაა, რომ ყოველდღე გვითენდება. მზე მისი შექმნილი აღდგება და გაარჩევებს ღმერთი მზეს. აღარ გათენდება, გაიწყნება ყველაფერი. გესმით რაზეა ლაპარაკი? ანუ იმაზე კი არ არის დამოკიდებული ჩვენი სინათლე, ენგურიასიდან გამოუშვებენ თუ არ გამოუშვებენ შუბს და თელასი მოგცემს, რა თქმა უნდა ისიც კარგია, მაგრამ დამოკიდებული არის ყველაფრის წყარო, ნებისმიერი სიკეთის და სიყვარულის და ხელმოქმედების წყარო არის ღმერთი. თუ ვინმე თქვენ გეხმარებათ და კეთის იკეთებს, თქვენ ჩათვალეთ, რომ ღმერთმა გამოგიგზავნათ ეს ადამიანი. თუ თქვენ ცუდი მეზობელი გყავთ და ვიღაცა გაბრაზებთ, თქვენ ჩათვალეთ, რომ ღმერთმა ეს დაუშვა იმისთვის, რომ შენ გაიზარდო. ის რომ წყევი შენ კი არ უნდა დაწყევლო, შენ უნდა ილოცო მისთვის. ამაში უნდა გაიზარდო და აქ გაცხონებს ღმერთი. იქ კი არა მარტო ტაძარში რომ მოხვალდა დიდ სანთელს რომ დაეკავებდა დაანთება, არა, იმ მეზობელს რომ მოუთმე, უვარგის მეზობელს და იმას რომ სწორ გზაზე დააყენებს, შენი ლოცვით
აი ამისთვის გაცხონებს ღმერთი, თორე შენი საქმეების მიხედვით ადამიანო, შენ წარწმუნების ღირსი ხარ. მაგრამ აი რაღაცას რომ გამოიჩენ ღვთისმსახურებად რო ქმედებას, შეიძლება ერთი პატარა რაღაცისთვის ღმერთმა შეიყვარო შენი სიცოცხლე და აღგამაღლოს ზეცად და აღიყვანოს სასუფეველში. ასე რომ ვერცადოთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო, სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ. ტაძარში ვიქნებით თუ ტაძრის გარეთ, დინება ყველგან ცუდია. წეულა ყველგან ცუდია. მაგრამ კეთილი საქმე ტაძარშიც კარგია და ტაძრის გარეთაც. ღმერთი ყველგან ხედავს. აბაზანაში რო ვართ, მაშინაც ხედავს. ტაძარში რო ვართ, მაშინ რო გძინავს მაშინაც. ყოველთვის არც ერთი წამი არ არსებობს ისეთი, რომ ღმერთი არ ხედავდეს და ღმერთი თავის მადლმოსილებას არ აფქორდეს ჩვენ სიცოცხლეზე. ამიტომ ჩვენ რა უნდა ვიყოთ? ჩვენ უნდა ვიყოთ მადლობელი ღვთისა და ვინც მადლიერია, ის მადლიანია. ამ ხელა პატარა სიკეთეს თუ ჩემთვის იმას გაკეთებული ცხოვრებაში ყველას ლოცვებში ვიხსენე, სხვა რა შემიძლია? ყველა რომ მოიხსენეთ ლოცვებში. პატარა სიკეთე გაგიკეთათ, ყოველდღე მოიხსენეთ ლოცვებში. გაწუხებთ უფრო მეტად მოიხსენეთ ლოცვებში, რომ ის მტერი შენი მოყვარე გახდეს. თუ შეგაგინა და შენ შეაგინებ, შენ მტერი იქნება ის მტერი, მაგრამ ის თუ გაგინებს და შენ თუ მასზე ლოცულობ, მაშინ შენ ხარ მართალი და აი ამის გამო დაგაჯილდოებს ღმერთი, მოგცემს იმ ჯილდოს, რომელიც შენ არ გეკუთვნის. რომლის ღირსით შენ არ ხარ, მაგრამ იმის გამო რომ შენ ადამიანური მოთმინება გამოიჩინე და ღვაწლი მოიმუშაკე ცისქვეშეთში, ამის გამო შეიძლება ღმერთმა დაგაჯილდოოს ყველაზე დიდი ჯილდოთი, რომელსაც სასუფეველის მკვიდრობა ჰქვია და ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ჩვენგანი, ყველა თქვენგანი, ყველა ქართველი და ყველა მართლმადიდებელი ადამიანი ცხონდეს და იყოს ღმერთის თანამეინახე სასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაწევოთ და წმინდა ნიკოლოზის მადლი ყოფილიყოს თქვენთან და მთლიანად საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში. დაგლოცოთ და გაგახაროთ მამაზეციერება. ჩვენი უმორჩილო სიტყვა იქნება, რომ განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენეთ ჩვენი ახალი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი. იმიტომ რომ პატრიარქის უღელი ძალიან მძიმეა. ჩვენ ახლა წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ფიქრობ კაცო, ერთი ცოლი ყავს და 2-3 შვილი და ზოგჯერ ვერ დაგილაგებია სწორად ეს ოჯახში ურთიერთობა. არის ასეთი შემთხვევები და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ყველა ქვეყნის ამდენი მილიონობით ადამიანის ერთწლად დაყენება ძალიან რთულია და სწორედ ეს ტვირთი აქვს პატრიარქს და ამიტომ მე გაგთხოვოთ ყველას, რომ ჩვენი უწმინდესი, ჩვენი განათლებული, ჩვენი წესიერი, ჩვენი პატიოსანი დაემართა თითით საჩვენებელი პიროვნება ჩვენი უწმინდესი პატრიარქიში, რომ განსაკუთრებით მოიხსენოთ ჩვენს ლოცვებში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძინოთ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა და მარცხის და უკუნით უკუნისამდე. ამინ.